მე მას ვიცნობ. ის არის ძალიან ნიჭიერი. არა, ცნობით ხარ ყველა მეც ვიცნობ. ის არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. მე გეთანხმები თქვენ ნიჭიერი ადამიანი. მე ვარ გაოგნებული, ნუ მას ქონდა გარკვეული ესეთი რაღაც პროვოკაციული გამოხდომები თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, როდესაც ის რაღაცნაირად საზოგადოების პროვოცირებას ცდილობდა და გასაგებია ეს მეთოდოლოგია გარკვეულწილად რომ ცდილობდა ის რაღაცნაირად თავისი ადგილის დამკვიდრებას და შემდეგ, მაგრამ ეს არის გამაოგნებელი ბატონო იაგო. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. რა სახელმწიფო შეუტიონ? ვინ უნდა შეუტიონ სახელმწიფოს? ნარკომანებმა უნდა შეუტიონ სახელმწიფოს, კაცო? კი, მაგრამ ეს ქართული სახელმწიფო, თქვენ ის ხო არ გონიათ, კაცო, ისა მოკრივეების ეგრეთ წოდებული გრუშა, მსხალი. რომ ყველამ უნდა უბაგუნოს რა, იქე მარჯვნივ და მარცხნივ. აპერკოტები თუ ჰუკები. ეს ქვეყანა, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც მართლაც ქრისტეს კუნძულია, აი ამ აბობოქრებულ ისლამური წყვდიადით მოცულ ხმელეთის პატარა ნაჭერზე, ეს მართლაც ქრისტეს კუნძული, გავიმეორებ. ეს თქვენ კარტში ხო არ მოგიგიათ, ვერ გავიგე. იმეტებ თქვენ ამ ქვეყანას, რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ? რა სახელმწიფო? ესე იგი, ამ ქვეყანას უტევს ყველა. მე გაოგნებული ვარ, ესე პოლიტიკოსები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ესე იგი, რომლებიც არიან პირდაპირ აგენტურა, აი ნომრიანი აგენტურა, ესე იგი, ზოგი ვაშინგტონში, ზოგი ეს ნატალია საბანაძე და ის ვანო ჩხიკვაძე ვაშინგტონიდან უტევენ პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქ ესე იგი თავიანთ ქვეყანას ესე აბეზღებენ იქა ეს კონდოტიერები, ეს გამყიდველები ესენი. ეს თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ეს ვაშაძე, გვარამია, დადიან იქ ბრიუსელის ტალანებში, სტრასბურგში და იქედან ესე იგი მტრობენ და ძირს უთხრიან ამ ქვეყანას. ეხლა კაცო ეს იაგო ხვიჩია გვაკლდა. იაგო ძმაო ეგრე სად არის? ეხლა ნარკომანები გინდა მიუგსიო ამ ქვეყანას კაცო. აქეთ იაფარულავა იძახის გდანში მიტინგები უნდა ჩავატაროო და ნუ თავის ჭკუის ხალხს უხმობს. ხო და არ ვიცი ხა რამდენი ადამიანი გაყვება ამ იაფარულავას ამ გდანში, მაგრამ ნუ კარგი იყო ისე კახეთის ბენახებიდან დაეწყო მიტინგები, მაგრამ ნუ ეხლა აღარ მინდა ამ სივრცეებში შევიდე რა. დაბერდა ბატონო. ხო, ნუ ახლა კი შეიძლება დაბერდა, მაგრამ ბატონო ლექსო ალხანას ჩალხანა არ დაელევაო, ნათქვამია და ეხლა ყველას გამოუჩნდება პატრონი. ესე იგი ამ საქართველოს ყველა ებრძვის და ეხლა ჩემთვის ჩემო იაგო ძმაო გენაცვალე ჩვენ ამდენჯერმე ვქონია საგაზეთოს საუბარი და ჭკვიანი კაცი ხარ, მოაზროვნე კაცი ხარ და არ გეკადრება. არ შეიძლება ეხლა მე არ გადავალ ანზღვაგინების რეჟიმში, იმ ჩვენს ურთიერთობას რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთის ზარებს პასუხობ და მე პატივს ვცემ, მაგრამ ეგ რა სათქმელია, რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ, ვინ უნდა ნარკომანებმა უნდა შეუტიონ სახელმწიფოს? არათუ კი არ უნდა შეუტიონ, პირიქით სახელმწიფომ უნდა შეუტიოს აქეთ. ან მოსაწონი რა არის? აი რატო არის ეს თემა ისეთი აქტუალური, რომ პოლიტიკოსი უნდა გამოდიოდეს და ამის აქტუალიზაციას ადამიანი რომელიც მოიხმარს აქ და ანუ მე გამოდივარო ვეწევიო და თქვენც ხო ეწევითო და მოდიო ერთად დავდგეთო და ამისთვისო ვიბრძოლო. იაგო ძმაო, თქვენ უნდა აგეკრძალოთ, მე გეუბნებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. თქვენ ეს რადგან ნუ ახლა ჩვენ კი ვიცოდით რომ თქვენ ეწეოდით ამას და გასაგებია და კულტივირებას ეწეოდით და დარბოდით იქ რაღაცა ის